ოკუპანტები ძველ პოზიციებს უბრუნდებიან სოფელ პერევში დამატებითი სადესანტო ნაწილებია შეყვანილი. სამხედროები უკვე გაუქმებულ საგუშაგოებზე ისევ განთავსენ. ადგილზე იმყოფება ცხინვალის კომენდანტი ტარასოვი, მასთან მოლაპარაკებას ქართული სამართალდამცველები აწარმოებენ. სოფელ პერევში დილიდან იმყოფებიან ევროკავშირის და ეუთოს სამხედრო დამკვირვებლები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მათ შორის საფრანგეთის ელჩი ერიკ ფურნიე. პერევში მუშაობს ჩვენი გადამღები ჯგუფი, დავით კაკულია გვერდება პირდაპირ ეთერში. დავით, რა ვითარებაა ამ წუთებში სოფელში და აპირებენ თუ არა რუსი სამხედროები სოფლის საბოლოო დატოვებას? კეთი დაახლოებით რამდენიმე წუთის წინ თქვენ ახლა ალბათ კადრში გაქვთ საშუალება რომ დაინახოთ რუსი ოკუპანტები მათ უკვე დაიწყეს პერევის შესასვლელთან თავიანთი ბლოკსაგუშაგოების გამაგრება. აქ დაახლოებით რამდენიმე წუთის წინ აგრეთვე დაჯდა რუსული სამხედრო ვერტმფრენი, სავარაუდოდ მირვა ტიპის, მან გადმოსხა რამდენიმე ათეული დესანტი. მე შემიძლია უკვე დანამდვილებით თქვა რომ მოლაპარაკება ქართულ სამართალდამცველებსა და რუს ოკუპანტებს შორის უშედეგოდ დასრულდა. რაც შეეხება დანარჩენ სიტუაციას, ჯერ კიდევ დღეს დილით აქ მხოლოდ სოფელ პერევის შესასვლელში იმყოფებოდა ერთი ქვეითთა საბრძოლო მანქანა და დაახლოებით 20 რუსი ოკუპანტი. ამის შემდეგ უკვე დაახლოებით 1 საათში აქ გამოჩნდნენ დამატებითი ძალები, ძირითადად ეს იყვნენ სადესანტო ნაწილის წარმომადგენლები. მათ ისინი განსაკუთრებით აგრესიულად იქცეოდნენ კამერის დანახვისას. ისინი საუბრობდნენ იმაზე, რომ ეს არის ჯავის ტერიტორია და ქართულმა სამართალდამცველებმა უნდა დატოვონ სოფელი პერევი. ჩვენ დაუსვთ შეკითხვა იმის შესახებ, რომ თუ რატომ დაბრუნდნენ ისინი სოფელ პერევში, რადგან მათ გვიპასუხეს, რომ მათ აქვთ უბრალოდ ბრძანება და ისინი ასრულებენ ამ ბრძანებას და ეხლა ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ ეთერში მოვისმინოთ ის თუ რას აცხადებენ რუსი ოკუპანტები ჩვენთან საუბარში. Давай, убирай их нахуй камеру. Все, господа, давайте дальше. Без проблем нету. Давай, грузись без камеры, убирай. Уходим. Давай. Все, господа. Так, вот эту пресса туда пошла. Я вам, блядь, давным-давно сказал тебе по русским языком, а? Выходим, мы же не проблема, блядь, мужики, а? მოულოდნელად ორი BMP-ს სამხედრო მანქანით, საბრძოლო მანქანით შემოვიდა რუსის ჯარისკაცები ისევ დაახლოებით 20-ეული და ისინი იდგნენ მთელი ღამის განმავლობაში ჩვენი სპეციალურ დანაყოფებთან ერთად. დღეს დილით მოულოდნელად განხორციელდა მათ მიერ ოპერაცია, არავითარი გაფრთხილება მას არ ჰქონია და ფაქტობრივად საბრძოლო ოპერაციის შედეგად იქნა გადმოსხმული დესანტი, რომელიც დაიკავა ჩვენი საგუშაგოს მიმდებარე ტერიტორია. უკვე რუსი ოკუპანტების გამოჩენის შემდეგ დაახლოებით 9 საათში სოფელ პერევის შესასვლელთან მოვიდნენ ევროკავშირის და ეუთოს სამხედრო დამკვირვებლები, აგრეთვე ევროპის რამდენიმე ქვეყნის ელჩი, მათ შორის საფრანგეთის ელჩი ერიკ ფურნიე. მათ ჩვენთან საუბარში განაცხადეს, რომ ის რაც დღეს პერევში ხდება, ეს არის ადამიანის უფლებების დარღვევა. ელჩები საუბრობენ აგრეთვე იმაზე, რომ მათ დღეს სურდათ და ისინი დარწმუნებული იყვნენ, რომ რუსი ოკუპანტები გასული იყვნენ სოფელ პერევიდან და ის რომ ისინი ასრულებდნენ სარკოზი მედვედევის 6 პუნქტიანი ხელშეკრულების პირობებს, თუმცა რაც მათ დღეს ნახეს, მათ განაცხადეს, რომ ეს არის მწარე რეალობა, ის რომ რუსი ოკუპანტები დაახლოებით გასვლის შემდეგ დაახლოებით 8 საათში უკვე დაუბრუნდნენ თავიანთ პირვანდელ პოზიციებს. მათ აღნიშნეს, რომ ეს არის ამ შეთანხმების ორი ქვეყნის პრეზიდენტის შეთანხმების მკაცრი დარღვევა და ისინი შეეცდებიან, რომ მაქსიმალური ზეგავლენა მოახდინონ ოკუპანტებზე. Председатель Европейского Союза для меня 100% точно и хорошо. И я думаю, что очень скоро мы будем посетить это, потому что это часть территориальной независимости Грузии. Это нарушение, и это очень странное поведение, что огорчает, и это, я думаю, что это такое поведение никак не соответствует никаким соглашениям, ни нашим договорам. მე და ჩემი კოლეგები ჩამოვედით, რათა მხარი დაუჭიროთ პერევის მოსახლეობას. ჩვენ გვინდოდა რომ ევროკავშირის ელჩებთან ერთად ჩაგვეტარებინა კრება მოსახლეობის თანდასწრებით. ჩვენ ძალიან ვწუხართ, რომ არ მოგვეცვა საშუალება შევსულიყავით ამ პატარა სოფელში. ამ დროისთვის ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით სოფელ პერევის ტერიტორიაზე იმყოფება დაახლოებით 100-მდე რუსი სადესანტო ძალების წარმომადგენელი, აგრეთვე ჩვეულებრივი ჯარისკაცების წარმომადგენელი. აი ამ დინარის იქიდან ნაპირას არის მობილიზებული რამდენიმე ერთეული სამხედრო ტექნიკა, ეს ძირითადად არის ქვეითთა საბრძოლო მანქანები. დღეს თითქმის მთელი დღის განმავლობაში სოფელ პერევის ტერიტორიას ვერავდნენ უკვე არა გუშინდელი დღისგან განსხვავებით არა ჩვეულებრივი სატრანსპორტო სამხედრო თვითმფრინავები, არამედ Mi-24 ტიპის საბრძოლო ვერტმფრენები. მადლობთ დავით, პერევში განვითარებულ მოვლენებზე პირდაპირ ეთერში დავით კაკულია საუბრობდა.